დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ ვენესუელის ამბების ფონზე ეს განცხადება კიდევ უფრო მნიშვნელოვან სტატუსს იძენს, რომ მექსიკური კარტელები, რომელიცაც აქვს, რა თქმა უნდა, ადგილი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხაზებია ნარკოტრაფიკის, მას უნდა რომ მექსიკას დაემუქრა რა. აშშ. მე მინდა რომ ამ ვიდეოში ვისაუბრო ზოგადად ამერიკა-მექსიკის ურთიერთობებზე და როგორ მოხდა ტეხასის მიერთება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კონტექსტი იყო შემდეგი, რომ 1836 წელს ტეხასი მექსიკას გამოეყო. ეს ბევრმა არ იცის. იყო მეგობრებო ეგრეთ წოდებული ტეხასის რევოლუცია, რომელიც შედეგადაც ტეხასმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც რა თქმა უნდა არ აღიარა მექსიკამ და აღიარა ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ტეხასი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. და ეს ვთქვათ ტეხასის სახელმწიფო არსებობდა დე ფაქტოდ. იმიტომ რომ არანაირი ხელშეკრულება არსად არ არსებობდა ბუნებაში, რომ საერთაშორისო რაღაცა ურთიერთობებს მისი დამოუკიდებლობა არეგულირებდა, ანუ არაფრით რეგულირდებოდა ტეხასის დამოუკიდებლობა, უბრალოდ დე ფაქტო ქვეყანა იყო. რა არის მნიშვნელოვანი, რომ მექსიკა მიიჩნევდა როგორც აღნიშნე, რომ ეს მისი ტერიტორია იყო, ხოლო აშშ აღიარებდა ტეხასს და საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ანექსია. ანუ აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად ამერიკამ და შემდეგ უბრალოდ დაიპყრო. ეხლა ვნახოთ აგერ არის წყაროები, ოქსფორდის არის მისურის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პროფესორი დავით ფლეჩერი, The Diplomacy of Annexation, გვიყვება ამ ისტორიას. ეხლა რა მოხდა? მოხდა ის, რომ მეგობრებო, მან საზღვრის მთავარი პრობლემამ გამოიწვია შემდეგ ამერიკა-მექსიკის ომი. რა იყო თემა, რომ ორი მდინარე იყო, ეს იყო ნუესესის მდინარე და რიო გრანდეს მდინარე. ტეხასის სამხრეთ საზღვრის საკითხი იყო მთავარი კონფლიქტი კერა. მექსიკას ფიქრობდა, რომ საზღვარი არის ნუესესის მდინარეზე, ტეხას და აშშ-ის პოზიცია კი იყო, რომ რიო გრანდეს მდინარეზე გადიოდა. ამ ორ მდინარეს შორის არსებული ტერიტორია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სადავო იყო. ანუ ორ მდინარეს შორის ტერიტორია იყოს დავის საგანი, არავის არ ეკუთვნოდა. მექსიკა ერთს ამბობდა, ტეხასი და ამერიკა მეორეს. ეხლა რა მოხდა? მოხდა ის, რომ 1845 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებმა ოფიციალურად მოახდინა ტეხასის ანექსია. აი უბრალოდ შეიჭრა ტეხასში და მოახდინა ანექსია. მექსიკის რეაქცია იყო, რომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-თან, განაცხადა, რომ ანექსია მტრული აქტია. ეს ნაბიჯი ცნობიერად გადმული იყო ომის რისკის ფონზე. ამას ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი დანიელ ვოკერ ჰაუე შეიძლება წავიკითხოთ, გვატყობინებს. რა გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებმა? მაშინ პრეზიდენტი იყო პრეზიდენტი ჯეიმს პოლკი. მან სადავო ტერიტორიაზე, ამ ორ მდინარეს შორის ტერიტორიაზე შეიყვანა ჯარი. აი ეს იყო პროვოკაცია, მეგობრებო. ანუ აი მექსიკას რო შეიყვანა ეხლა მათ ჯარი, ამერიკა ხო დაარტყავდა. აი თვითონ შეიყვანა და აი ამ მდინარეებს შორის ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი არ იყო თავდაცვითი რეაქცია. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა და განხორციელდა მაშინ, როცა დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ საბოლოოდ არ იყო შეწყვეტილი. და ეს, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია მექსიკის სამხედრო პასუხი. გვატყობინებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა უკვე 1910 წელს, ჯერ კიდევ 1910 წელს. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ეგრეთ წოდებული თორტონის ინციდენტად შევიდა ეს ეპიზოდი, ისტორიული ეპიზოდი ისტორიაში. 1846 წლის 25 აპრილია. სადავო ტერიტორიაზე მოხდა პირველი სამხედრო შეტაკება. მექსიკურმა კავალერიამ შეუტია ამერიკულ პატრულს, დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ამერიკული ჯარისკაცი. შეტაკება მოხდა ტერიტორიაზე, რომელსაც მექსიკა საკუთარ მიწად მიიჩნევდა. ამ შეტაკებამ პირდაპირ გამოიწვია ომის დაწყება. ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეკ ბაუერი გვატყობინებს.
და პოლკი ესე იგი პოლკმა მიმართა კონგრესს ეს რა გვიქნესო და ასეთყვებით მიმართა ნახეთ მექსიკამ გადაკვეთა ჩვენი საზღვრები ესე თქვა ტყუილია ეს შეიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე ტყუილია ეს და დაღვარა სისხლი ამერიკული სისხლი ამერიკის მიწაზე ტყუილია ეს განცხადება იყო პოლიტიკურად ეფექტური მაგრამ იურიდიულად სადაო რადგან ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ იყო ერთმნიშვნელოვნად აშშ-ის მიწა საზღვრის საკითხი კვლავ დაურეგულირებელი იყო გვატყობინებს თვით კონგრესის მესიჯი ეს არის a compilation of the messages and papers of the president's government printing office ტომი 4 და ეს კაცო ამერიკაში ხალხმა კი არ დაიჯერა ანუ რას გულისხმობ ხალხმა იცოდა ანუ პოლიტიკოსებმა იცოდნენ რომ იტყუებოდა პრეზიდენტი პოლკი კერძოდ ეს იცოდა ლეგენდარულმა ამერიკულ პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მან მოსთხოვა ეგრეთ წოდებული სპოტის რეზოლუციებით 1847 წელს მოსთხოვა აბრაამ ლინკოლნმა მოსთხოვა პრეზიდენტს კონკრეტული განმარტება მან თქვა ზუსტად მიუთითეთ ის ადგილი სადაც დაიღვარა სისხლი და დაამტკიცეთ რომ ეს ადგილი ნამდვილად იყო აშშ-ის ტერიტორია ლინკოლნი პირდაპირ ეჭქვეშ აყენებდა პოლკის ნარატივს წყარო არის აბრაამ ლინკოლნის spot resolutions House of Representatives December 1847 ომის შედეგი და სამართლებრივი დასკვნა ომი დასრულდა ეგრეთ წოდებული მოიგო ამერიკამ ომი ანუ თვითონვე მოახდინა პროვოცირება თვითონვე დახოცა სადაო ტერიტორიაზე თავისი ხალხი და შემდეგ ეს გახდა ომის მიზეზი და ომი დასრულდა ეგრეთ წოდებული გვადალუპე იდალგოს ხელშეკრულებით მექსიკამ ოფიციალურად აღიარა რიო გრანდეს საზღვრად აშშ მიიღო უზარმაზარი ტერიტორიები კალიფორნია ნევადა იუტა და სხვა სამართლებრივად დადასტურდა ის რაც ომამდე სადაო იყო დასკვნა აკადემიური კონსენსუსი ერთმნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში. აშშ შეგნებულად შევიდა სადაო ტერიტორიაზე, პრეზიდენტმა პოლკმა ეს ფაქტი წარმოადგინა როგორც თავდასხმა ამერიკის მიწაზე, ომი იყო პროვოცირებული და გაფართოებისკენ მიმართული ისტორიკოს და აჯამებს ამ ყველაფერს ისტორიკოსი ფრედერიკ მერკი, რომელიც არის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი 1963 წელს წიგნში Manifest Destiny. გახსოვთ რა არის Manifest Destiny? ეს არის ამერიკის რელიგია გაფართოებისკენ. Manifest Destiny and Mission in American History. იგი წერს, ეს იყო ომი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა განზრახ გამოიწვია, ძვირფასო მეგობრებო. აი ამის ფონზე ახლა შეგიძლიათ უყუროთ ამერიკა, მექსიკის აი ამ თემებს და ზოგადად ამერიკის დომინირებას მონროს დოქტრინის მიხედვით, რომელსაც ტრამპმა უწოდა, რაღაცა დონროს დოქტრინა, დონალდის დაუმატა დონალდი, ანუ ეს ხო ვერ იტანს, რომ სხვა პრეზიდენტის რაღაცებს ეხმობა, თავისი უნდა იყოს. აი ახლა უყურეთ მექსიკის ამბებს ამ ვიდეოს ფონზე და ამ ინფორმაციის ფონზე. დროებით